ძალიან მიხარია ერთი ფაქტი, რომელზეც შენ ნამდვილად, რატო ერთად განვაცხადოთ, იმიტომ რომ ორივეს ძალიან გვიხარია. დაგვიბრუნდა მამაკახაბერი. დაგვიბრუნდა მამაკახაბერი, რომელსაც არა მხოლოდ მართლმადიდებლები ელოდებიან ჩვენი მაყურებელს გულისხმობ, არამედ ყველა ვისაც აინტერესებს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რა არის ის მართლაც საოცრად დიდი მოძღვრება და ფილოსოფია ამავე დროს ცხოვრების წესი, რომლითაც ცხოვრობს ძალიან დიდი კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილი. უკვე აგერ მრავალი ასწლეულია, ასე ვთქვათ და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმ ძალიან მნიშვნელოვან განმარტებებში, არა ლიზა, რომელიც შეიძლება ადამიანებმა არ იცოდნენ, თავისთავად აკეთებდნენ და არ იყოს ჩადებული ამაში აზრი და რაც მთავარია, აზრი არის ის დიდი სურვილიც იქედან მოდის შემდგომ რომ გინდა რომ ამას ეზიარო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოძღვრება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით. თქვენ დაბრუნდით ხანგრძლივი მოგზაურობიდან, ეს მოგზაურობა ჩვენს ძალიან გვაინტერესებს, ისე როგორც ჩვენს მაყურებელს და მოდით დავიწყოთ ამ მოგზაურობით, საბრძანდებოდით და რა მისიით. სიამოვნებით მოგახსენებთ ამ ყოველივეს, თუმცა კი უნდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ ძალიან დადებითი გამოხმაურებები აქვს აი ამ ჩვენს შეხვედრებს და რატომ? არის რაღაცა გარკვეული ბარიერი მაინც მოძღვართან მისვლისა, ურთიერთობისა, მასთან რაღაცა კითხვების დასმისა და აქ რაღაცა ესეთი ხელმისაწვდომობა ჩნდება თითქოს ამ ჩვენს უშუალო საუბარში, რომ თუნდაც შესაძლებელია რომ რაღაცა თამამად დავსვათ ეს კითხვები და ნუ თუ ვიცით გავცემთ პასუხს, თუ არ ვიცით უფრო კომპეტენტურ ადამიანთან გადავმისამართდებით. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ და მთელ ჯგუფს, რომ ამის საშუალება გვეძლევა, მე პირადად მეძლევა და საპატრიარქოს სახელით ალბათ გავბედავ, ასე ვთქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენი ეს ჩართულობა საზოგადოებრივ არხზე მოკლედ ეს გადაცემა. რაც შეეხება ჩემს მოგზაურობას, ბუნებრივია 1700 წლის თავის ირგვლივ ტრიალებთ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, ეს იმდენად მნიშვნელოვანი თარიღია, რომ ნებისმიერი რაღაც ღონისძიება, რომელსაც საპატრიარქო გეგმავს, მათ შორის მთავრობა გეგმავს თუ რაღაც ერთობლივი პროექტი ხორციელდება, ყველაფერი ამას ეძღვნება წლევანდელ წელს და განსაკუთრებული ხაზგასმით ყოველთვის აღნიშნავთ, რომ 1700 წელი არა როგორც მხოლოდ რაღაცა გულზე ჯიღის დაცემისა, არამედ პასუხისგებლობის გააზრების. ამიტომაც მე ცოტა შორიდან მომიწევს ამ ჩემი მოგზაურობის ისტორიის დაწყება, როგორ დაიბადა საერთოდ ეს იდეა, როგორ გაჩნდა საერთოდ რომ ეს მოგზაურობა უნდა შემდგარიყო. მინდა გითხრათ რომ ეხლაც გრძელდება და მოგახსენებთ რატომ და როგორ. ეს იყო დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც პატრიარქი ნეტარხსენებული ილია მეორე მისი კურთხევით შეიქმნა ხატი, რომელსაც ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს. დავით კაკაბაძე გახლავთ მისი ავტორი და მოზაიკაშია შექმნილი ეს ხატი. ამ ხატის დედანი დააბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში, თუმცა კი პატრიარქისვე კურთხევით შეიქმნა მისი ზუსტი ასლი, რომელიც უნდა ყოფილიყო მოგზაური ხატი. და პატრიარქმა გადაწყვიტა ასეთი რამ, რომ ემოგზაურა მას მთელ საქართველოში. მე მაშინაც მქონდა ამისი პატივი, რომ ამ ხატთან ერთად ჩავსულიყავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საკათედრო ტაძრებში დავაბრძანებდით აი ამ ხატს, მიმდინარეობდა ყოველდღიური მსახურება ამ ხატის წინაშე და ამ მსახურების შემდგომ იყო საზოგადოებასთან შეხვედრა და ჩვენი ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ისტორიკოსები, მათ შორის ფილოლოგები, მათ შორის რელიგიათმცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები, სხვადასხვა მიმართულებით შემიძლია გითხრათ, მოგრძანდებოდნენ ჩვენთან ერთად, ყოველდღიურად ან ჩამოდიოდნენ, მოკლედ ჰქონდა ესეთი საშუალება და საზოგადოებასთან მართავდნენ გარკვეულ შეხვედრებს, საინტერესო თემას, მოხსენებას, მე კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო და ძალიან დიდი სიხარულით იყო მოცული, მოკლედ სადაც ჩავდიოდით ყველა ის კუთხე და მოსახლეობა ამაში ისე იყო ჩართული, მორწმუნე თუ არა მორწმუნე, მინდა გითხრათ, რომ აი გაგიკვირდებოდათ რაღაცა ესეთი აქტივობა, ნამდვილად გასაკვირი იყო და როდესაც პატრიარქს მოვახსენეთ ჩვენ ამ შედეგებზე თუ როგორი აქტივობა ქონდა ამას და ხალხის როგორი ჩართულობა იყო, პატრიარქმა გვითხრა, რომ იცით რა, არის ჩვენი ხალხი, რომელიც ამ 1700 წლის თავში ესე ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ისინი არ ცხოვრობენ საქართველოში. და ჩვენ უნდა ჩავიდეთ მათთან, იმიტომ რომ პატრიარქის ლოცვაში ყოველთვის განსაკუთრებულად იყო საქართველოს საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველები.
ამიტომაც დავიწყეთ უკვე ამ პროექტზე მუშაობა. ემიგრანტს არასდროს არ ამბობ. ყოველთვის ესე ამბობდა საქართველოს საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველები და რაღაც ამ სიტყვას ერიდებოდა, იმიტომ რომ თითქოს ემიგრანტი ნიშნავს რომ წავიდა და დაბრუნებას აღარ აპირებს და პატრიარქი ყოველთვის ამ იმედით იყო და იცით თქვენ რომ ამას ყოველთვის მოუწოდებდა დაბრუნებას. კი და საგანგებო ლოცვები ქონდა ამისთვის და განსაკუთრებულად წირვაზე იხსენიებდა და პირად ლოცვებში ხშირად შევსწრები ვარ რომ საგანგებო ჩართულობა ქონდა ამ სიტყვისა რომ მათთვის ლოცულობდა საქართველოს საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველებისთვის და ამიტომაც მისი გადაწყვეტილება იყო ეს რომ ჩვენ ჩავსულიყავით მათთან ვისაც არ აქვს ამისი საშუალება რომ მიიღო 1700 წლის თავში მონაწილეობა და როგორ უნდა მიიღოთ ეს მონაწილეობა მოკლედ ამის შესახებაც დარიგება პირადად მან მოგცა თუმცა კი ეს წლის დასაწყისშივე უნდა დაწყებულიყო ეს პროექტი მაგრამ მოგეხსენებათ მისმა გარდაცვალებამ თითქოს გაგვაჩერა რაღაც დროებით იმიტომ რომ სანამ აქ დაალაგდა ახალი არჩევნების და ახალი პატრიარქის საკითხი, თუმცა კი მოსვლის წამიდან უწმინდესმა შიომ განაცხადა, რომ ეს კურთხევა, რა თქმა უნდა, განხორციელებულიყო და აი დავიწყეთ მოგზაურობა, დავიწყეთ პირველი იყო დასავლეთ ევროპის ეპარქია, ესე ქვია ამ ეპარქიას. ამ ხატს მიაბრძანებთ, ხო, მამაო, სადაც მიდიხართ? ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, მინდა გითხრათ. და აქედან წავიდა მანქანით, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, თითქოს ფრენითაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაღაც ესე უფრო გაგვიადვილდებოდა, იმიტომ რომ იქ მერე მანქანას საჭიროება გაჩნდებოდა, რომ ყველა ქალაქიდან ქალაქში გადასასვლელად ხო რაღაცნაირად უნდა გვეძებნა და ამიტომ ესე რო არ ყოფილიყო, დიდი შრომა გასწიეს, მინდა გითხრათ, არის ესეთი მოძღვარი მამა შალვა, დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე რომელიც მოკლედ აი თავისი მანქანით ემსახურება ამ ხაზს და ამ ხელაგზა გაიარა. პირველი ქალაქი სადაც ჩავიდა ეს იყო ბარსელონა. წარმოიდგინეთ თბილისი, ბარსელონა ეს მარშრუტი ქონდა მანქანას. ой, მე ამ ხელაგს საგაგებიათ. მე ცოტა უფრო კომფორტი შემხვდა იმ ხრივ რომ ბარსელონაში ჩავფრინდი და იქედან დავიწყეთ მოკლედ ეს შეხვედრები. პირველი იყო ესპანეთი, როგორც მოგახსენეთ, ამის შემდგომ წამოვედით საფრანგეთში, წამოვედით ბელგია, ჰოლანდიაში, გერმანიაში, მე გერმანიაში მე სხვა მოძღვარმა ჩამანაცვლა და გზა გაგრძელდა პოლონეთში, დღეს პოლონეთიდან მიემგზავრებიან ჩეხეთში, მერე იქედან შევლენ კვლავ გერმანიაში, ბავარიის მხარეში, მერე ავსტრიაში და ამითი დამთავრდება ეს. იტალიაში არა, ხო? იტალიაში ერთხელ უკვე იყვნენ მხოლოდ რომში, მაგრამ კიდევ იგეგმება. კიდევ იგეგმება რომ, იმიტომ რომ იტალიაში ცალკე მოუწევს იტალიას და საბერძნეთს, იმიტომ რომ იქ ყველა ქალაქში ქართული ძალიან დიდი დიასპორაა. თუმცა კი ასე იყო ყველგან სადაც არ ჩავედით. ჩემი გაკვირვება იყო რომ აი უწყვეტი ნაკადი მოდიოდა ხალხისა წინასწარ რა თქმა უნდა დაანონსებული იყო იცოდა სამრევლო ყოველთვის ამას წერდა თავის გვერდზე იქ ასე გარდა ქართველი მომლოცველებისა მამაო იყვნენ თუ არა სხვა მომლოცველები რომლებისთვისაც თქვათ აი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ეს ღვთისმშობლის წილხვედრობა არის ნაცნობი და საინტერესო. დიახ, აი ძალიან კარგი შეკითხვა იყო რომ შეიძლება გამომრჩენოდა კიდეც ამისი თქმა და სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება მე რომ დღეს თქვენთვის ფოტომასალები გამეზიარებინა, მაგრამ როგორც კი დაბრუნდება ჩვენი ჯგუფი, აუცილებლად მე ამ ფოტომასალებს ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს. ესე იგი, რამხელა ჯგუფები ჩამოდიოდნენ სხვა ქალაქიდან, რომ გაიგებდნენ, რომ ესეთი სიწმინდეები მობრძანდებოდა, მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ ჩვენ მამა გაბრიელის ხატიც თან გქონდა და გეტყვით ამის შესახებაც. რუმინელების, სერბების, ბერძნების, უკრაინელებისა და რუსების. აი ძალიან დიდი იმხელა ნაკადი იყო განსაკუთრებით ფრანკფურტმა დაგვამახსოვრა ამითი თავი რომ აი როგორ ქონდა დაგეგმილი რომ რაღაცნაირად 2 საათში უნდა ჩავტეულიყავით ამ შეხვედრაში 3 საათის განმავლობაში მარტო ხატზე მთხვევა მიმდინარეობდა უწყვეტად ჩვენ ვიდექით უბრალოდ ვერ ვამთა იმიტომ რომ მე შეხვედრა უნდა ქონოდა ხალხთან საუბრის საშუალება მოგცემოდა და 3 საათის განმავლობაში მხოლოდ ხატზე მთხვევა იყო აი დრო ჩანიშნული გვაქვს ეს კადრები აღბეჭდილი გვაქვს იქ ტექნიკური ჯგუფი გვახდა თან რომლებიც ამებს იღებდა ფოტომასალასაც ვიდეო მასალასაც და მე ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც ამისი ნახვა მაგრამ რა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ მოგზაურობაში მინდა გითხრათ რომ ჩავდიოდით ყველგან სადაც გქონდა სამრევლო არის ადგილები სადაც მუდმივი სამრევლო არა გვაქვს მაგრამ დროებით იგივე აი ფრანკფურტი ვახსენე და იქაც ბერძნები გვითმობენ ტაძარს სადაც შედის თვეში ერთხელ ჩვენი ქართველი მოძღვარი და ქართულად აღავლენს ქართველი ხალხისთვის ქართულ ენაზე ქართველი მრევლისთვის ის ტაძარი გქონდა დათმობილი მაგალითად არის ქალაქები სადაც
ნაქირავებია რაღაც ჩვეულებრივი შენობა და ნუ გამოიყენება თვეში ერთხელ იქნება თუ ორ როგორც უხერხდებათ ხოლმე, იმიტომ რომ არის მოძღვარი, რომელიც ფაქტიურად არ ვიცი მე იმათ როდის ძინავთ, ძალიან დიდ ღვაწლში არიან, 7 და 8 სამრევლო აქვთ. შეიძლება ითქვას უფრო მეტიც და უწევთ ქალაქიდან ქალაქში სიარული და მასშტაბები არის 500 კილომეტრი და უფრო მეტი, რომ დღეს რომ აქ იყო, ხვალ იქ უნდა იყოს. კი, ეხა იქ შეიძლება ტრანსპორტი ჩქარა მოძრაობს, რაღაცა მატარებლების მეტი საშუალებაა, მაგრამ ენერგია ხომ გჭირდება ამისთვის, იმ მატარებელში ჯდომასაც ხომ თავისი ენერგია აქვს და ძალიან დიდ ღვაწლში არიან ჩვენი მოძღვრები, რომლებიც დასავლეთ ეპარქიაში ჩვენ ბელგიას და ჰოლანდიის ეპარქია ცალკე გვაქვს მას მეუფე დოსითეოზი ხელმძღვანელობს და თვითონ ეპისკოპოსი მასპინძლობდა ამ მოგზაურობაში ყოველ დღე ჩვენთან ერთად იყო თითოეულ სამრევლოში თვითონ სიტყვით გამოდიოდა მიმართავდა მრევლს და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. მე მინდა გითხრათ ამ ხალხის სიხარულის შესახებ, რომ აი პატრიარქმა რაც დაინახა ნეტარხსენებულმა ილია მეორემ რაც დაინახა რომ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ამ ხატების მოგზაურობას ერთი ღვთისმშობლის წილხდომილობა როგორც მოგახსენეთ ეს ხატია და მეორე მამა გაბრიელის ხატია მისი წმინდა ნაწილი არის შიგნით ჩაბრძანებული რამხელა სიხარული ექნებოდა ეს იყო რაღაცა ემოციების ზღვა და მინდა გაგიზიაროთ ეს ემოციები ამითი რომ როცა გვეკითხებოდნენ რომ არ დაიღალეთ ამ ხელაგზაზე ვეუბნებოდით რომ საერთოდ მართლა კი არ ვიტყუებოდით ამ დაღლას საერთოდ ვერ გვგრძნობდით იმიტომ რომ აი ეს ადამიანები გავსებდნენ რაღაცა თითქოს ახალ მუხტს გვაძლევდნენ რომ მერე რა რომ კიდე ერთი ამ ხელაგზა გაქვს გასავლელი მერე რა რომ იცი რომ იქაც ესე გელოდებიან იქაც ესე გაფაციცებულნი არიან და აი რო იცოდნენ რომ ქართველების პუნქტუალურობა ხო ყველას მოგეხსენებათ და რო იცოდნენ რომ 12-ზე უნდა მივსულიყავით 11-ზე რომ უკვე სავსე იყო იქაურობა და აი რაღაც ესეთი საოცარი ემოციებით დატვირთული მოკლედ მინდა გითხრათ იყო ეს მოგზაურობა და ამ სიწმინდესთან მიახლება იყო ძალიან ცრემლიანი იყო ძალიან დიდი სიხარულის მომგვრელი ასევე იყო რაღაცა ისეთი კარგი პროექტი გამოვიდა სხვა მხრივაც მინდა გითხრათ იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი ამას მარტო ჩვენ თავს ვერ გავართმევდით მინდა გითხრათ თუნდაც ფინანსური კუთხით, თუნდაც რაღაცა ტექნიკური ორგანიზაციული საკითხებით და ძალიან ჩართული იყო ამაში საგარეო საქმეთა სამინისტრო. არის დიასპორების სამსახურის უფროსი ბატონი ნოდარ კომახიძე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ერთად ემოგზაურა. ესე იგი, ესეთი მისიონერული სამსახური შეითავსა, შეიძლება ითქვას ამ ადამიანმა და ყველა შეხვედრაზე თვითონაც ამ ხალხს ეუბნებოდა. ეს არის ჩემი ნომერი. ყველას უცხადებდა თავის ნომერს, აწერინებდა თავის ნომერს და ესე იგი მისი ტელეფონი აღარ ჩერდებოდა და მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ცხოვრობს, რომ სახელმწიფო და შენი ქვეყანა გაძლევს რაღაცნაირად კომუნიკაციის საშუალებას. და გეუბნება რომ არ დაგტოვე მე. ლიზა, იცი რისი გზნობა გაჩნდა რომ ვახსოვართ. კი. ვახსოვართ და მე ხელმისაწვდომია. აი ეს ორი სიტყვა რაც თავში მომდიოდა, აი ამ ხალხის განცდისგან ეს იყო რომ ერთი ვახსოვართ თუნდაც ეკლესიას და თუნდაც მეორე ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ ვიღაცა თანამდებობის პირი ყოველთვის გონია რომ რაღაც მიუწვდომელია და შეუძლებელია მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. და შენ არავინ ხარ? არავინ არ ხარ, ხო მისთვის სადღაცას ემიგრაციაში დაკარგული კაცად ვთვლი თავს და უცბად კაცი ნომერს მიტოვებს და მე გადამოწმებები იყო ხშირად რომ უპასუხებდა თუ არა და ესე იგი ეს ბატონი ნოდარი მინდა გითხრათ რომ ცხელი ხაზებით ესე იჯდა მაგრამ მართლა იმდენი საქმე გაკეთდა იმდენი საქმე გაკეთდა იმიტომ რომ ვიღაცა დაბნეულობაში იყო ვიღაცა მარიცოდა ვისთვის რა უნდა მიემერო ვიღაცა საბუთის ვიღაცა 1000 პრობლემაა მოგეხსენებათ მაშინვე ამისამართებდა იქ ვისთან კონსული ვინ იყო ნომერს აძლევ აი რაღაცა ისე ლაგდებოდა ეს ყველაფერი რომ მოკლედ ძალიან მოგზაურობა სიხარულით და სიყვარულით სავსე დღეები იყო და ყველანი ამერიკაშიც აპირებს წაბზანი შემოდგომაზე იგეგმება რომ ამერიკის სამრევლოები და ბრიტანეთისა და ირლანდიის იმიტომ რომ იქაც ძალიან დიდი მრევლია და უკვე ამისი ანონსი რომ გაკეთდა უკვე ელოდებიან და უკვე მწერენ რომ როდის რა იქნება რაღაცა გრაფიკს ელოდებიან რომ ვიღაცები სამსახურიდან ითავისუფლებენ წინასწარ მაგახლა რა როგორ არიან რო ნახეთ ისინი იცით რო გითხრათ რომ განწყობაზე ახლა მე ზოგად კითხავსო მაგრამ მაინც აი რომ მოდიან
როგორები მოდიან, უფრო გამართულები, პირიქით ცოტა სეფიანები, როგორ არიან ძირითადად. მე ვერ გეტყვით რომ დალხენილები არიან, ჩემ და სამწუხაროდ ეხლა უნდა ვთქვა ეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაფერი არ უჭირდეთ, იმიტომ რომ რაღაცა სამსახურიც იშოვა, შეიძლება მოაგვარა ის საკითხიც, რომ მაგრამ იმაში არ უწევს საერთო საცხოვრებელში ძილი და შეიძლება დამოუკიდებლადაც უკვე თავისი შრომით, ანაზღაურებით რაღაცნაირად თითქოს ტექნიკურად დაილაგა ცხოვრება, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად სხვანაირი გენეტიკა გვაქვს, მინდა გითხრათ, არიან ადამიანები, საერთოდ არ განიცდიან სამშობლოსგან შორს მყოფობას და მე არ მინახავს ქართველი, რომელიც ამას არ განიცდიდეს. რომელიც არ ოცნებობს სამშობლოში. შეიძლება არც თქვას ხმამაღლა, შეიძლება არ იწუწუნოს ამაზე და რაღაცნაირად არ თქვას, მაგრამ შინაგანად ამას რომ არ განიცდიდეს და რაღაცა ამ კავშირს არ კარგა, რომ რაღაცა არ ეშინოდეს ამ კავშირის დაკარგვისა, მე არ მინახავს მსგავსი. ამიტომაც მე რაღაცნაირად მოვისმინე ისეთი ჭკვიანური დარიგება ისევ ჩვენი პატრიარქისა და მე სხვა მღვდელმთავრებიც ესე არიგებდნენ, რომ ეხლა წავიდა ადამიანი შრომობს, შვილები იქ იზრდებიან და მე უთხრა პატრიარქმაც ესეთი რამ, რომ მოდი რადგანაც ასეა თქვენ როდესაც მიაღწევთ იმას, რომ თქვენი შვილები უკვე დაბინავებული იქნებიან, აი თქვა სტუდენტი გახდა, ან ოჯახი შექმნა, ხომ აღარ სჭირდება მას უკვე შენი მზრუნველობა. აი მაშინ მაინც დაბრუნდი საქართველოში და ეს იქნება ორმაგად სასარგებლო. ის რომ შენი გამოცდილება შენს ქვეყანას მოახმარო, რაც იქ შეიძინე და მეორე ის რომ შენი შვილი კონტაქტს არ გაწყვეტს საქართველოს. უნდა აღვნიშნო ასევე ჩვენი ეკლესიის როლი საკვირაო სკოლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში იქ დადის, სკოლაში იქ დადის, ის უკვე აზროვნებს იმენაზე, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს. საკვირაო სკოლები აკეთებენ უდიდეს საქმეს. აი ბარსელონაში საკვირაო სკოლა ვნახეთ, ესე ყველგან ვნახეთ, მაგრამ ბარსელონით რახან დავიწყეთ, უფრო მეც ვიტყვი, რომ სახელმძღვანელოებიც კი აქვს, მამა ლუკა ფალავანდიშვილი მსახურობს იქ და სახელმძღვანელოებიც კი აქვს გამოცემული და არაერთი რაღაცა პრიზი აქვს მიღებული ამ სკოლას. ცეკვის ანსამბლი ცალკე ყავს, სიმღერის ანსამბლი ცალკე. კონცერტი გქონდა ბარსელონაში. ხო, აი რა, სასიამოვნოა რომ შავნაბადასთან და ეს ბავშვები ცეკვავდნენ. ბავშვები მოდიან ქართულად, გამართულად საუბრობენ და მეტყველებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოუხარიათ საქართველოში ზაფხულის დადგომა რომ ჩამოვიდნენ და თუნდაც ერთი კვირა გაატარონ და ამას ყველაფერს საკვირაო სკოლა აკეთებს. მშობლებმაც ესე უნდა გააკეთონ, რომ რაღაცნაირად ეს კავშირი არ გაწყდეს და ეს ჩვენი დიასპორა ძალიან მინდა გითხრათ, რომ აი კითხვა რაც თქვენ დასვით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველანაირად უზრუნველყოფილი იყოს, ბევრი არ არის სამწუხაროდ ესე უზრუნველყოფილი, მაგრამ ვინც ამას მიაღწია, თუნდაც რომ უზრუნველყოფილია მატერიალური მხრივ, მაინც რაღაცა თითქოს დანაკლისი აქვს სამშობლოდან შორს ყოფნისა. და ეს ჩვენი თვისება, ახლა თავარი ეგ არაცაც თქვენ ბძანებთ, მაგრამ გახაბერ სოფლიო მიგრირებს ზოგადად და ეს არ ახალია, ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, სხვადასხვა წარმომადგენლები, სხვადასხვა ერების, მაგრამ თავარია რომ შენ შეინარჩუნო შენი იდენტობა ნებისმიერ ადგილზე და შენი ოჯახით, თანაც მარტო შენ არა, ოჯახმა მთლიანად. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანდათან მე ვიცნობ რამოდენიმე ვთქვათ ადამიანს, რომელიც წასულია, მათი შვილები ისე აღარ ლაპარაკობენ. მე ვიცნობ ისეთებს, რომლებიც უბრალოდ არავითარ შემთხვევაში ჩემი ახლობლები არიან, არ ელაპარაკება სხვა ენაზე თავის შვილებს, მიუხედავად რომ შვილები ქალბატონია, ეს ქართველები არ არიან ასე ვთქვათ გვარით, მაგრამ ეს ეუბნება რომ არა, სახლში არ გაგცემ პასუხს, თუ არ დამელაპარაკები შენს ქართულად, ამიტომ სამი პატარა შვილი ყავს და სამივეს უნარჩუნებს, აი ეს პრინციპია. ამიტომ აი მთავარი ესეც არის და ასეთ შემთხვევაში ის არასოდეს ფესვს არ მოწყდება, იმიტომ რომ ენა ყველაზე მეტად ინარჩუნებს სწორედ იდენტობას. ეს არის ნამდვილად ასე, იმიტომ რომ ჟანერზე შეიძლება აზროვნებაც, საუბარიც და კითხვაც, წერაც და ლოცვაც მათ შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესანარჩუნებლად. აი ჩვენი ქართველები თუ გვიყურებენ, მეც ერთი ესეთი მაგალითი გამახსენდა ეხლა, რომ ებრაელი ადამიანი გავიცანიმე ისრაელიდან მოვფრინავდით და შემთხვევით აღმოჩნდით ერთად და ჩვეულებრივად ქართულად ისე საუბრობდა, ახალგაზრდა კაცი იყო. ქართულად ისე საუბრობდა, რომ მე ეჭვი არ შემეპარა, რომ საქართველოში დაბადებული
დაბადებული და გაზრდილი იყო. და აღმოჩნდა რომ არ იყო საქართველოში დაბადებული. უკვე იქ დაბადებული. მამა იყო წასული და ეს რომ წავიდა იყო ან 3 ან 4 წლის დაახლოებით ესეთ ასაკში იყო და მე ვთქარ ესე გამართულად რას ლაპარაკობო ოჯახშიო ქართულათო რომ არ გველაპარაკაო მამაო ამისთვის დაგვრჩიდაო ჩვენო და მეო ქართულიო სრულად ესე ვიცი ამიტომაც ესე იგი საქართველოს გარეშე მიუხედავად იმისა რომ არ გაზრდილა 3 წლის ბავშვს რა უნდა და ეს არის საქართველოში მოყავს ცოლშვილი დასასვენებლად ყოველ ზაფხულს აქ სახლი აქვს ცდილობს რომ რაღაც საქმე აკეთოს ეს არ გაყიდეს აი ეს სახლი დაიტოვეს შეინარჩუნეს სოფელში და ყოველთვის იმ სოფელში ჩადიან და უვლიან როცა თვითონ აქ არ არიან დავალებული აქვს სხვას და უხდიან რომ იქ სახლს რაიმე არ დაუშავდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ჩვენმა ემიგრანტებმაც მოკლედ ამას უნდა მიბაძონ იმიტომ რომ აი ეს ებრაელი კაცის ამ მოყოლილმა ისე გამაკვირვა რომ ეხლა მადლობა ღმერთს გამახსენდა და მომეცა ეს საშუალება რომ მეთქვა ეხლა ჩვენი საზოგადოებისთვის რომ აი ესეთი ადამიანები არსებობენ და ჩვენ მით უმეტეს უნდა გავაკეთოთ ეს რასაც აკეთებს მოკლედ ძირითადად მანდილოსნები არიან ხო როგორც ვიცი უფრო მეტად უმრავლესობა მაინც ქალბატონები არიან იმიტომ რომ ქართველი ქალი მოგეხსენებათ აი ესეთი თავდადება მას ყოველთვის ზოგადად ქალები თავდადებული ადამიანები არიან უფრო მეტად მინდა გითხრათ და აი ქართველი ქალის როლი ჩვენ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია არ არის შემთხვევითი რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ არც ის არის შემთხვევითი რომ წმინდა ნინოს მოქცეულები ვართ და კიდევ ყველაფერი დედა რაც კი ძვირფასია დედათი იწყება დედაც არის ამ ქალით კი ნამდვილად ასე არის და ხასიათიც გვაქვს ეთყობა ესეთი რომ შეიძლება კაცისთვის ნაკლებად მოგვესმინა და ალბათ რაღაცა ესე მოусმინეთ ესე იგი დედა ღვთისმშობელს და წმინდა ნინოს და ამიტომაც ქრისტიანულია ჩვენი ქვეყანა უკვე 1700 წელი მთელი ეს ისტორია რომელსაც ეხა ჩვენ ყვებით და რომლის თარიღთანაც არის დაკავშირებული ყველა ეს ღონისძიება ქალის დამსახურებაა და ქალის დამსახურებაა ისიც რომ მათ უმძიმეს გაჭირვებულ წლებში შეძლეს ის რომ აი თავიანთ ოჯახებს ესე არჩენდნენ იქიდან და არჩენენ დღემდე ხშირ შემთხვევაში ესეა და ბოლოს ჩვენი საუბრის არ შეიძლება არ შევეხეთ პეტრე პავლოვის აი ამ დღესასწაულს მარხვა მიმდინარეობს ახლა და აი მცირე განმარტება ამასთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ რა დღეა ეს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მართლა სათქმელი იყო და მე ვშიშობდი დრო არ გაგვექცეს მეთქი და მადლობა ღმერთს რომ ჩვენს მაყურებელს უნდა შევახსენოთ ეხა პეტრე პავლობის მარხვა მიმდინარეობს ესე ქვია ამ მარხვას ეს ცოტა გვიან დაწესებული მარხვა თუმცა კი კონკრეტული თარიღი ძნელი დასადგენია 1000 ვერსია არსებობს იმიტომ რომ ახლა მოციქულთა სიცოცხლეში მოციქულთა მარხვას არ დააწესებდნენ ბუნებრივია შემდგომი მოვლენა მოციქულთა დროს მხოლოდ დიდი მარხვა არსებობდა და დიდი მარხვის შესახებ ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ჩვენი ტელეეთერის საშუალებით შესაბამისად შედარებით იოლი მარხვა ტიპიკონის თვალსაზრისითაც კი ღვთისმსახურებაშიც რაღაცა დიდი ცვლილებები არ ხდება თქვათ გასტრონომიული თვალსაზრისითაც თევზით ხსნილია მთელი მარხვის განმავლობაში ოთხშაბათის და პარასკევის გარდა თუმცა კი მარხვა ყველა შემთხვევაში რაღაცა დისციპლინას ნიშნავს თავშეკავებას ნიშნავს და მოდით აი ამ თავშეკავების შესახებ ვიტყვი დღეს რომ როგორ შეიძლება იმარხულოს ადამიანმა იმიტომ რომ აი თქვა დაიწყო პეტრე პავლობის მარხვა და მეც მინდა ამაში მივიღო მონაწილეობა თავშეკავებაზე უნდა იმუშაოს ეს სიტყვა ასკეტიზმი აშინებს ხოლმე თანამედროვე ადამიანს და გონია რომ ასკეტიზმში ახლა მოვთხოვთ სადღაცას გამოქვაბულში მარტო ცხოვრებას მუხლებზე დაჩოქილს დღე და ღამე არა ბატონო ასკეტიზმი გახლავთ ნებისმიერი ის მოქმედება რომელიც შენ რაღაცა საზღვრებს გიწესებს ეხლა საზოგადოებაშიც რო ვთქვათ რა უფრო დაფასებულია თავშეკავებული ადამიანი თუ თავშეუკავებელი რომელიც ვერც ნერვებს თოკავს ვერც სიტყვას ვერც ჭამას მას ვერც რაღაცა მოქმედებას თავისას რა უფრო დაფასებულია საზოგადოება ბუნებრივია თავშეკავებულ ადამიანზე ისე გაგიჩნდება პატივისცემა საერთოდ რომ არ იცნობდეს სახელი და გვარიც არ იცოდე თავისთავად ეს პატივისცემა ჩნდება ასე რომ ასკეტიკა სიტყვას არ გამოვიყენებ თავშეკავებას რომ ვისწავლოთ ეს თავშეკავება ამ მარხვაში თავშეკავება რაღაცისგან რომ კია ბატონო ხსნილი თევზით მაგრამ იმდენი არ ვჭამო რომ არ გამხადოს ცუდად ამ თევზიჭა ვისწავლო ის რომ იმდენი არ ვილაპარაკო რომ არ დავაზიანო სხვა ადამიანი ისეთი არ ვთქვა თუნდაც ერთი სიტყვა მაგრამ წარე რომ რაღაცნაირად იმ ადამიანს ვატკინო გული და ამ თავშეკავებით გამოვხატო ჩემი მარხვა
და ეს იყოს ჩემი ეს ასკეტიზმი. რა ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ზღვრის დაწესება, ეს თავშეკავება გახლავთ სწორედ შენი ადამიანურობის განსაზღვრა. და კიდევ ერთი ფინალისკენ, აი ეს არის ერთადერთი მარხვა, რომელსაც არ აქვს ზუსტად დადგენილი დღეები, ხო? დასაწყისი. ფინალი კი ვიცით, მაგრამ ხან არის ორფერიანი, ხან არის ორმოციანი. აი დღეების რაოდენობა. ესეც რომ განვმარტოთ, რატომ არის ასე? ეს დაყვება აღდგომის დღესასწაულს. აღდგომა თუ დაემთხვევა, თქვა, რაც უფრო ადრე იქნება, შესაბამისად პეტრე პავლობის მარხვის დღეები გაიზრდება. ანუ 10-ლა იწყება აღდგომიდან, იმიტომ რომ აღდგომიდან 50-მე დღე გახლავთ სულთმოფენობის დღესასწაული და სულთმოფენობიდან ერთი კვირის თავზე იწყება პეტრე პავლობის მარხვა და ამ შესაბამისობაშია შეიძლება გამოვიდეს 40 დღიანი და შეიძლება გამოვიდეს დაახლოებით არ ორი კვირაც არ მოიწევს, კვირა ნახევარით შეიძლება ესე მოხდეს. ამიტომაც მისი დასაწყისი არის დამოკიდებული იმაზე აღდგომის მაგრამ ფინა 12 ივლისს არის პეტრესა და პავლეს ხსენება და მოდი კიდევ ერთ ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თვითონ ეს, რომ ხატი, რომელსაც ჩვენ პეტრე პავლობის დროს გამოაბრძანებს ეკლესია და ამ დღესასწაულს ასე აღნიშნავენ, ეს ხატი გახლავთ ასეთი სახის, რომ ორი მოციქული ერთმანეთზეა გადახვეული. თუმცა კი მინდა გითხრათ, რომ ასე საერთოდ არ ყოფილა ცხოვრებაში. იმიტომ რომ მათ ადამიანურად ჰქონდათ ერთმანეთთან წინააღმდეგობა. ისინი რაღაცა საკითხებზე დაობენ, ისინი რაღაცა ეს პირდაპირ ეპისტოლეებშია. მათი ეს საქმე მოციქულთაშია დაწერილი, რომ პავლემ პეტრეს უსაყვედურა რაღაცაზე. პეტრემ რაღაცა თავის ეპისტოლეში დაწერა, რომ პავლეს ცოტა გაუგებარი ისა აქვს რაღაცა ერთ. ამიტომ მე მინდა ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ ეკლესია სწორედ ასე უნდა შეხედონ, როგორც ცოცხალ ორგანიზმს და არა რაღაცა ჩვენც ამას ვცდილობთ ამ ჩვენი საუბრებით. ცოცხალ ორგანიზმს რომ აქ არის მსჯელობა, აზრთა გაცვლა, გამოცვლა. შეიძლება საერთოდ არ ეთანხმებოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს, მაგრამ ვეთანხმებით ერთ ძირითად მთავარში, რაც გადამრჩენელი საკითხია და ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი და საცოდნელი იყო და ამიტომაც მოვასწარი მგონი ამ. კი, ნამდვილად. ამას ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით ჩვენი საუბრების სწორედ აქეთკენ მყავს. ჩვენ ვსაუბრობთ მაქსიმალურად გასაგებ და ადამიანურ ენაზე ვისაუბროთ და მართლაც აი რაღაცა ის კედლები, რომელიც არის და თითქოს მიუწვდომელი ან გაუგებარი მგონია მე რაღაცა ეს ყველაფერი ძალიან გასაგები და მისაღებიც არის თუ მას კარგად განმარტავთ და მივიტანთ ადამიანებამდე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გაგემშვიდობებით შემდეგ ორშაბათთან.